მოგესალმებით, ეს არის ღამის მთავარი, მე ეკა კვესიტაძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, გიგა მაქარაშვილი, მეორე ბლოკში დათო ბერძენიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ალეკო ელისაშვილი, დავით სიხარულიძე, თუმცა რასაკვირველია თავიდან დავიწყებთ იმ კადრების კიდევ ერთხელ ჩვენებით, რომელიც დღეს ვნახეთ დილიდან მოყოლებული და უკვე ხედავთ ამ დღეების განმავლობაში დაიწყო ყველაფერი ქუთაისიდან და შემდეგ გაგრძელდა როგორც ზუგდიდში, ისევე თბილისში. ეხლა ჩვენ ვხედავთ რა ხდებოდა დღის საღამოს უკვე ზუგდიდში, სადაც ძალიან საინტერესოა, რომ პოლიცია საერთოდ არ გამოჩენილა. მე ვერ ვიტყოდი, რომ მე არ მგონია, რომ საერთოდ სწორია ამ ადამიანების მოხსენიება ქართული ოცნების მხარდამჭერებად, იმიტომ რომ აქ რასაკვირველია არ იგულისხმება უანგარო მხარდამჭერები, ანუ იდეური მხარდამჭერები მართალი პარტიის. აქ ადამიანები, რომლებიც მათ გამოიყვანეს არენაზე, ოპოზიციის წევრების და ახალგაზრდული მოძრაობების წევრების საცემრად და მასზე ძალადობის განსახორციელებლად არიან ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან იმ სიპებსა და აიპებში, რომლებიც ბოლო პერიოდში არანორმალური რაოდენობით იზრდება და რომელს შენახვაზეც ბიუჯეტი ხარჯავს მილიონობით ლარს. ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ არიან დასაქმებულები ბიუჯეტის ხარჯზე, რომ სწორედ ასეთ მომენტებში ქართულმა ოცნებამ გამოიყვანოს ისინი ოპოზიციაზე თავდასხმისთვის, ისევე როგორც ამას აკეთებდა წლების წინ და სწორედ ამ ადამიანების სახით უნდათ მათ შექმნან რაღაცა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ აქ რასაკვირველი არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ არის და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არა ვარ იმის მომხრე, რომ ეს ხალხი საერთოდ მხარდამჭერებად მოვიხსენიოთ. ეს არის წმინდა ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ხელისუფლება არა მარტო არჩევნებზე იყენებს, არამედ იყენებს ეხლაც ოპოზიციის წინააღმდეგ. ამიტომ ეს კიდევ ერთ უმძიმეს დანაშაულებრივ მხარეს ავლენს ამ ხელისუფლების, გარდა იმისა, რომ ავლენს ძალიან მძიმე მხარეს პოლიციის და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს პოლიცია, რომელიც ფაქტობრივად არის გამცილებელი და დამცავი ამ ხალხის. ფაქტობრივად კორიდორებით უშვებენ ამ ხალხს ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ისევე როგორც ახალგაზრდულ მოძრაობების წარმომადგენლებთან, ხელს არ უშლიან მათ გადაადგილებებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ახდენენ მათ განრიდებას და რაც მთავარია, ჩვენ ვიცით, რომ 37 ადამიანი არის დაკავებული მას შემდეგ, რაც დაიწყო გამოსვლები, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ივანიშვილის მხრიდან გადაგდების, ეს ისტორიული გადაგდების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ პროპორციულ არჩევნებს არ ჩაატარებს. ეს ადამიანები არიან დაკავებული ხულიგნობისთვის, გინებისთვის, პოლიციისთვის, წინააღმდეგობის გაწევისთვის და არც ერთი მათგანი, არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, როგორ უსწორდებიან, როგორც ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებს, ასე როგორც ძალადობენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, არ არის დაკავებული. დღეს გომელაურმა განაცხადა, რომ არის დაწყებული გამოძიება და თურმე გამოძიების ფარგლებში დაიბარებენ ამ ადამიანებს და არანაირი გამოძიება იმ 37 ადამიანზე არ დაწყებულა, ისინი პირდაპირ აიყვანეს და ჩატენეს მანქანებში და ისე წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამიტომ აქ საერთოდ მთლიანი ჩამოშლა მოხდა პოლიციის როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, რაც არის უმძიმესი საყურებელი და ესენი არიან თანამოაზრეები დღეს უბრალოდ ხელისუფლებას პირდაპირ იყენებს პოლიციას იმისათვის, რომ აი ეს მოაწყოს, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება როგორც ზუგდიდში, ისე ქუთაისში, ისე მცხეთაში და ასევე თბილისში. ეს არის უკვე ის კადრები, რომელიც გვიჩვენებს თუ რა ხდებოდა გუშინ ქართული ოცნების ოფისთან. საინტერესოა, რომ აქ ჩამოსულები იყვნენ სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის ბათუმიდან სტუდენტები, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეკრიბეს ეს სტუდენტები ვითომ კონცერტზე. ჩვენ გავჩვენებთ შემდგომ კადრებს, როგორ აღმოჩნდნენ ვითომ კონცერტიდან ეს ადამიანები ამ საპროტესტო აქციაზე და როგორ ჩამოიყვანეს ისინი მერიის დაფინანსებით. და ერთხელ ნახოთ ეს კადრები რა ხდებოდა გუშინ თბილისში.
კიდე ერთხელ ვამბობ, არც ერთი არ არის დაკავებული, მაშინ როდესაც კონკრეტული ადამიანები არიან დაკავებულები ვითომ გინების გამო, მათ შორის არიან ადამიანები სასამართლო აქვთ და ედავებიან გინებას, უმისამართო გინებას, ბიძინა ივანიშვილის გინებას, როგორც ჩანს, აქ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის და ამ ხელისუფლების გინებისთვის აკავებს პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს. აი ეს არის სოსო გოგაშვილის შვილი, ხა რომელიც გამოჩნდა კადრში, საინტერესოა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ არის გოგაშვილი, გარდა იმისა, რომ მან ასე ვთქვათ, თავი გამოიჩინა როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, მათ შორის პანკიში. გოგაშვილი ეს ადამიანი, რომელიც დაიწყო, რომელიც იყო სოციალთა დაუცველთა ბაზაში და დღეს ეს ადამიანი ფლობს უამრავ, მათ შორის უძრავ ქონებას. ვერ გავიგე. ეს უკვე მცხეთაში ხდება, მცხეთის მერიის წინ. ქრისტიანული ადგილი და თქვენი მოკეთ ეს არის ის კადრები, რომელიც ძალიან მძიმე კადრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ და რომელსაც ისე წარმოაჩენს ხელისუფლება, რომ აი გაბრაზებული ადამიანები თავიანთ სიბრაზეს ესე გამოხატავენ. მოდით ვნახოთ, მათ შორის ყველაზე გამორჩეული ორი კომენტარი, ერთი ეკუთვნის დეპუტატ ანრი ოხანაშვილს და მეორე თბილისის მერ კახი კალაძეს. ეს ახალგაზრდებიც ხო არიან მშობლების შვილები, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ქონებას ართმევდნენ. როგორ ამ ადამიანებს არ ექნებათ ემოცია და არ ექნებათ დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ექნება. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. ეხლა რატო უნდა მოგინდეს, ვთქვათ, მიხვიდე პარტია ქართული ოცნების ოფისთან და გააპროტესტო, ხო? არ არის ადგილები, სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება. ხო, დაპირისპირებაში ოპოზიციასაც ადანაშაულს, ეს არ იყო ის კომენტარი, რომელიც მე მჭირდებოდა, ეს კომენტარი მან გააკეთა, როცა თქვა, რომ აი ახალგაზრდებს სისხლი უდუხტო. მოდი ახლა ვნახოთ, ვინ არიან, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების სისხლიანი 9 წლისგან გამწარებული ოჯახის შვილები. იდენტიფიცირებულები არიან ის ადამიანები, ჩვენ შეგვიძლიათ ახლა სახელებით და გვარებით, ყველა ვერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ რამდენიმე მათგანი ჩამოვთვალოთ. მათ შორის აი ქუთაისში მაგალითად ბექა ყურაშვილი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ავთო ლელაძე, სასაფლაოების მეურნეობის თანამშრომელი, კახა ბოჭორიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, იმედა საღინაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ახრახაძე, ვეტერანთა კავშირის სამსახურის უფროსი, გარიან ფლენკენშტერნის სპორტის IP-ის თანამშრომელი, გაგა ამბროლაძე, სასაფლაოთა მეურნეობის თანამშრომელი, გივი კონწლიაშვილი, გარე განათების თანამშრომელი, კახა დალაქიშვილი, ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, ნანა შენგელია, ბაგაბაღების გაერთიანების უფროსის მოადგილე და ეს კიდე განსაკუთრებით მძიმე ამბავია და ამას კიდე ცალკე გამოვყოფთ. მცხეთაში რაც შეეხება მიხეილ თელია, ლექსო ასლანიშვილი, მერის წყალკანალის თანამშრომელი, ალექსანდრე ორუჯაშვილი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ხვისტანი, მერის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, გიორგი კაპანაძე, მცხეთის მერი თავად. ანუ ჩვენ მხოლოდ მცირე რაოდენობა ჩამოვთვალეთ იმ ადამიანების, რომელთა იდენტიფიცირება მოვახერხეთ. აი თურმე ესენი არიან ადამიანები, რომელთა ოჯახები არიან გამწარებულები და თავიანთ ბუნებრივ სიბრაზეს ასეთი ფორმით გამოხატავენ. ეხლა რაც შეეხება ახალგაზრდებს და სხვათა შორის ამ ახალგაზრდებზე თქვა დღეს გახარიამ, რომ ეს ხალხია, რომელმაც საქართველოს მომავალი უნდა ააშენოს. მოდით ვნახოთ ამ ახალგაზრდების სახე, როგორ გამოიყურებენ დღეს ისინი, ან რას დაამსგავსა ისინი ბიძინა ივანიშვილმა, ესეც შეგვიძლია ვთქვათ. შენი ეშმაკი დედა ეშმაკს ცერთ თაყვანს, ეშმაკს
ეშმაკს ვაგინებ, რომელიც უნდა დავთავრდეს. ეშმაკები საქართველოსთან უნდა გაქრნენ. ეშმაკები მიშას სახით გაქრნით, სულ განიდევნეთ. სხვათა შორის ეს კონკრეტული ადამიანი, როგორც შემდეგ ჩვენმა საინფორმაციო სამსახურმა დაადგინა, არის გასამართლებული ნარკოდანაშაულისთვის და ესეც მიუთითებს იმაზე, თუ რა კატეგორიის ხალხს იყენებს ხელისუფლება და ყოველთვის ასე იყო. იყენებდნენ ისინი სწორედ ამ კატეგორიის ხალხს, რაღაც ის სანაცვლოდ არ ვიცი რა გარიგებებზე ელაპარაკს, სხვადასხვა ტიპის გარიგებებზე, იმისათვის, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და შექმნან დაპირისპირების იმიტაცია. გარდა ამისა, ეხლა მინდა გაჩვენოთ ძალიან საინტერესო ვიდეო, როგორ მოხდნენ ბათუმელი ახალგაზრდები თბილისში, რომლებიც თურმე კონცერტზე მიდიოდნენ და რომლებიც თვითმმართველობის ხელმძღვანელის განცხადებით თავისი ხარჯით ჩამოვიდნენ თბილისში და შემდეგ თვითონ ამბობენ მონაწილეები, როგორ დააფინანსა ისინი მერიამ. ძალიან კარგი მასალაა და მადლობას უხდი პუბლიკას, არაჩვეულებრივ მედია პორტალს, რომელმაც ეს მასალა მოამზადა. კალათ ბათუმიდან ჩამოვედით, აღნიშნავთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის ქვეყანა რო ვართ, არანაირი ქართული ოცნება, არანაირი პარტიული შეხედულებები ჩვენ სტუდენტებმა შევიკრიბეთ, რომ აღნიშნოთ ეს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის ქვეყანა. აი, კონცერტზე შეხვდით ხო ერთმანეთს? კონცერტიდან აქ რომ მოხვიდე რა. ვის, ანუ აქ კონცერტს აღნიშნავთ, ანუ ვისთვის ხართ აქ, აი მაინტერესებს თუ შეხვდით. კონცენსუსი ზეიმზეა ჩამოსული, ზეიმზეა ჩამოსული, მიხარია საქართველოს წარმატება და განვითარება. დღეს სტარტდება კონცერტი, მე პირადად ჩამოვიდი ქუთაისიდან, იმერეთიდან, თვითმმართველობებთან შეთანხმებით, საუბრით, კომუნიკაციით, მოახდინეთ ეს ჩამოსვლა. როდის ის დღეს ვბრუნდებით? ნუ დიდი ალბათობით დღეს ვბრუნდებით უკვე. მაგენის ქუთაისში ხوار მოგასვენ, აკაც არ მოგასვენ, თქვენი დედაში შევედი. ახალაია რომელი? მე ვარ თერჯოლიდან სოფელი წევრი. ვისი ორგანიზებით ჩამოხვედით? რო გითხრათ ასე ორგანიზებით ასე, ნუ ჩვენ თვითონ ჩავთვალეთ რომ ამ ორგანიზებას უნდა დავესწრო. დავალება არ ყოფილი, დავალება არა. და იცით როგორ ხდება შერჩევა ქვეყნის? თვლი რომ დაიწყო ხამაღლა მინდა თქვა რომ ხევანდელმა მთავრობამ ამ ყველაფერში დიდი წვლილი შეიტანა. ტრანსპორტირება და კვების ხარჯები თლიანად ინდივიდუალურად რეგიონებად თვითონ შეიკრიბნენ ახალგაზრდები, მათ შორის სტუდენტები და ჩამოვიდნენ. თავისი ხარჯებით ყველა ჩამოვიდა და შემოგვიერთა დღეს ახალგაზრდები თავიანთ თვითონ გადაიხადეს. ქართული ოცნება უჭერს ხარჯს, რასაც აქ ხედავთ. ყველაფერს ეს არის განათება, გახმოვანება, სცენა, ყველა ის ხარჯი, რომელიც ღონისძიების ორგანიზებაში. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ დავასრულებ, ამ ახალგაზრდებმა ჩამოსახლებლად დაუშვათ ბათუმიდან. თვითონ გადაიხადეს. ჩვენმა მერიამ და ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ჩამოსულიყავით ჩვენ აქ და მიგიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, მერის და თავისთავად ქართული ოცნების პარტიის ორგანიზებდა თქმა უნდა. ეშმაკები მიშას სახით გაქრნით, სულ განიდევნეთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მედია პორტალ ინტერნეტ პორტალ პუბლიკას ამ არაჩვეულებრივი მასალისთვის, საიდანაც მე მგონი ყველაფერი ნათელია, ხო მე მგონი კითხვები აღარ დარჩა, უბრალოდ ძალიან მძიმე სანახავია ის რომ ხელისუფლება ახალგაზრდებს იყენებს და სიძულვილის ტალღას აგორ აი ამ ტალღაში ხვევს, ძალიან მძიმე საყურებელია ეს და მეორე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ერთ-ერთი ქალი რომელიც მონაწილეობდა ქუთაისში ნაციონალურ მოძრაობაზე მიტანილსა და იერიშში კვერცხებითა და საღებავებით იყო ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსის მოადგილე ადამიანი ნანა შენგელი ადამიანი რომელსაც ჩეხება აქვს პატარა ბავშვებთან ნუ ამაზე მეტი რაღაცა ტრაგიკული არ ვიცი რა შეიძლება იყოს როგორც ახალგაზრდების ჩართვა ასე აი ადამიანების ჩართვა რომელთა მიზანი უნდა იყოს ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდა ასე რომ მე ვფიქრობ რომ
ყველა თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში მორალური თვალსაზრისით. და ეხლა მინდა სანამ ელენესთან და ნიკასთან დავიწყებდეთ საუბარს ჩვენ სტუდიაში, შემოვიყვანო ადამიანი, რომელიც 10 დღე უკვე 10 დღე გაატარა, ასე ვთქვათ, საკანში, დააკავეს, რის გამო, მაშინ როდესაც კიდე ერთხელ აღვნიშნე 37 ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციების გამო, მაშინ როდესაც არც ერთი ადამიანი არ არის დაკავებული და არ აქვს შეფარდებული ადმინისტრაციული ან ჯარიმა 10 ლარიც არავის არ გადაუხდია სიმბოლურად მაინც. გიგა მაქარაშვილი შემოგვიერთდება, გიგა მოგესალმებით. ეხლა მოგვიყევი აი რისთვის დაგაკავეს და ასეთი ამ ფონზე კიდე უფრო საინტერესო აღმოჩნდება შენი ისტორია, შეგვახსენე. მოგესალმებით. ეხლა უსმენთ ზუსტად აი გინებას, ერთად რო იგინებიან, ერთი იწყებს, ჩვენ რო ვიძახეთ საქართველოს გაუმარჯოს, ისინი რამდენიმე ადამიანს აგინებდნენ, ერთი მეც ვიყავი, მოკლედ, ანუ მასობრივი გინება იყო, სახელით და გვარით მაგინებდნენ. ზუსტად ის ხდებოდა, რის გამოც 10 არა 12 დღე ვიყავი. 12 დღე, ბოდიში 2 დღე მოგაკელე. ჩემი პირადი რეკორდია. რა ბოდიში ნედამოსამართლეს მოეკლო ის 2 დღე, დავეხმარებოდი აქციას, ჩემები გაწყდნენ. მაგრამ მე მგონი უკეთეს პირობებში იყავი, ვიდრე ცივ წყლის ჭავს მოგიშვერდნენ ღამის ღამე მინუს 2 ხო და მე დღეს ვთქვამს ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრომ გავათბობთო და მოკლედ ჩვენ აქტივისტებს როგორც ჩანს შემოგვემატა ატრიბუტი ახალი პატარა პირსახოცით ვიწყებთ სიარულს რომ მომენტალურად მე გავიმშალოთ ხოლმე როგორც თბილისწყლით რომ მოგიშვერენ და შემდეგი ეტაპი ალბათ მე ის იქნება რომ ჩაის და ყავას მოგვასხავენ ვის ჩაი ვის ყავა ესე მოგეწყენ ალბათ მოკლედ მარაცშია გადასული ხელისუფლება გინების გამო იჭერს ადამიანს ლობიოს სროლის გამო ლობიოს ჰაერში აფანტვის გამო დააკავეს ლაშა ჩხარტიშვილი ეს კიდე ცალკე ფენომენია და სხვათა შორის აი მომენტში გუშინ იყო ძალიან საინტერესო როცა მცხეთაში საინტერესოდ ვითარდებოდა პარალელურად მოვლენები როდესაც მცხეთაში ხდებოდა ის რაც ჩვენ კადრებში ვნახეთ პირდაპირ ადმინისტრაციის რესურსის წარმომადგენლები ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლები ფეხით უსწორდებოდნენ და ცემდნენ აქტივისტებს გაბედეს მოძრაობის წევრებს ლობიო არ დაათესინეს მიწაში სასამართლოს ტერიტორიაზე. ხო, ანუ ესეც ძალიან საინტერესო, ხო, საქმე ადამიანს რო ეშინია და ბიძინავიანაშვილი რომ ძალიან შიშარა ხო ხვდებით ეშინია აქციების, ეშინია ოპოზიციის სააკაშვილის ფობია ვერ მოიშორა, ეს იზრდება ელანდება, მოკლედ ყველაფერს ეშინია, მაგრამ ადამიანს რო ლობიოს ჰაერში აკრის ეშინოდეს, ეს ხო უკვე სინდრომია, არ ვიცი, იმის სინდრომია, რომ მას უკვე აღარ აქვს საკუთარი ძალის რწმენა, უკვე იმისაც აღარ ჯერა, რაზეც დგას რეალურად მისი ხელისუფლება და ამ ეტაპზე ძალოვნებს არის ჩამოკიდებული თავიდან ბოლომდე ივანიშვილი, ეს ძალოვნები კი არიან ძალიან დაღლილები. ეკა, იმიტომ რომ პირდაპირ ნიშანი იყო გუშინ დილიდან დაწყებული ამბები და ქუთაისიდან დაწყებული ამბები, როცა სამართალდამცავები აშკარად ძალიან დაიღალნენ, იმიტომ რომ მათ 2 დღეში ერთხელ უწევდათ აქამდე მუშაობა, ახლა უკვე ყოველდღე უწევთ მუშაობა. მე სხვადასხვა ლოკაციებზე. სხვადასხვა ლოკაციებზე მით უმეტეს როცა გაიშალა და პიკეტირება დაიწყო, რასაც სამწუხაროდ გამოვაკლდი იმის გამო რომ ქალაქში არ ვიმყოფებოდი ბჭყალებში რა თქვა. გორში იყავი იზოლატორში. გორში ვიყავი იზოლატორში. მაგ დროს ძალიან დაიღალნენ. აშკარად ეთყობოდათ მე მქონდა რაღაც ამ დღეების განმავლობაში მუდმივად შეხება, იმიტომ რომ ჯერ დამაკავა სპეცრაზმა მე პოლიციამ გადამიყვანა მე გზაში მანქანა გაფუჭდა და ფეხით მივედი განყოფილებაში ჩემი ფეხით რომ ხო. საკუთარ ფეხით ჩაბარდი. კი, ჩავბარდი, მივედი უთხარი რომ მე იცით რა არის, ოკეი, მოვედი, აბა რას მერჩით, იგინებოდიო, ნუ ამის გამო დამიჭირას. მე ბადრაგი სასამართლოსი, მე სასამართლოზე თვითონაც ხდებოდა, მე როგორ გადამიყვანეს გორში, ანუ იქ სტაფი მოკლედ საბოლოოში გინებისთვის მოგისაჯეს, ხო? საბოლოოდ გინება იყო, ხო, ზუსტად ის, რის გამოც ეს ადამიანები არც კი გაგვარიდეს. ოღონდ აქ მარტო გინება არ იყო გუშინ, ხო, ყველამ ერთად ვნახეთ, რომ აი მეჭირა პატარა რუპორი და ვიზახთი, რომ ბატონო პოლიციელებო, აი მარცხნიდან მოდიან, ეხლა რომ გცემონ და ესე რომ დავიზახებდი თუ არა მარცხნიდან მოდიან, უარეს ვაკეთებდი როგორც ეს, იმიტომ რომ პოლიცია გაიხსნებოდა, შემოუშვებდნენ ამათ, დაგვარტყავდნენ 1, 2, 3 დაგვაქცევდნენ და მხოლოდ მე ერეოდა პოლიცია ისევ გავიდოდნენ. მოუვლიდნენ ესენი მარჯვენა მხრიდან, ბატონო პოლიციელებო, მარჯვნიდან მოდიან, გაახსნიდნენ გზას პოლიციელები. მოკლედ გზას უჩვენებდით, საიდან უნდა შემოსულიყო. ხო, მე არ და ვფიქრობდი რომ უბრალოდ გაამაგრებდნენ კორდონს, იმიტომ რომ ჩვენ არ მისულვართ მათთან, ჩვენ მცხეთაში ხო არ წავედით ჩვენ რომ იქ ჩასულ კუნთმაგარ ბიჭებთან რაღაცა და კუნთები დაგვეტოლებინა. ჩვენ მივედით იმ ოფისთან, საიდანაც რეალურად იგეგმება ეს ძალიან ამაზრზენი და მოღალატეობრივი ქმედებები, რასაც
მიყო სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილმა ხელი. რითიც რეალურად ხელი მოაწერა იმას, რომ აი მე ბიძინა ივანიშვილი ვადასტურებ, რომ ყველაფერზე უკვე ბოლო ვაზნას ვიყენებ იმისთვის, რომ შევინარჩუნო სკამი. აი ეს გვახსოვს ხო? არა ჩვენი მიხსიერება ისეთი მოკლე ხდებოდა მე მახსოვს სტუდენტი ვიყავი 2002-ში, როცა პირველად ვნახე ეს ყველაფერი, როგორ ჩამოიყვანეს აჭარიდან ადამიანები და ავტობუსებით გადახერგეს. მაშინ გზა ეს საოცარი ამბავი იყო, მათთან შეხება ფაქტობრივად არ მოგვიწია, მაგრამ გუშინაც ხდებოდა აქტივისტების დიდმა ნაწილმა, ვინც რეალურად ამდენი წელი აქტივისტები ვართ, რა აღარ ვნახეთ, გვაგინებენ ტროლებით, გვებძვიან, რაღაცა ორკებით, რას აღარ იგონებენ, ხო, ვასაძეებით და ასე შემდეგ. რა აღარ გამოვიარეთ, ყოველდღიურად ვიღებთ რაღაცა დონის ამ შეურაცხყოფებს, მაგრამ ის რაც გუშინ ხდებოდა არის ყოვლად დაუშვებელი. და აი ეს რეალურად საფრთხის წინაშე დადექით ყველანი ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობ, ხო? ეხლა გუშინ რაც კადრებსაც უყურეთ, ძირს დაგდებულ ადამიანს როგორც ცემდნენ, ნუ ყველაფერია მოსალოდნელი, ხო? მაშინ როდესაც პოლიცია არ ერევა, პრევენციას არ აკეთებს, შემდგომ უკვე რაღაცა ზრდილობის გულისთვის ერთ-ორ აქტივისტს გაიყვანს და ქართული ოცნების აქტივისტს და გუშინ ესაც და დღეს ზუგდიდში საერთოდ არ მივიდნენ. არ მივიდნენ, კი. ანუ ეხლა რეალურად მართლა უფრო დიდი გამოწვევა და როგორ აპირებთ ამ გამოწვევას და გამკლავებას, ხო? აქციების გაგრძელებას აპირებთ თუ რეალურად თქვენ დასაშინებლად იყო ეს რა ის შეგშინებოდა. ბუნებრივია, კი, ანუ ვერ გაჭრა. მოძველბიჭო მაგინარი ელემენტების. ხო, რა აღარ წადეს მართლაც ხო, საიდან აღარ შემოგვიტი ეს ჯერ ხო პოლიტიკოსებს რა თქმა უნდა მუქარა, მე გამოვიდა ეს გახარია და თვალები დაგთხარა, ამითაც არ შეგვეშინდა და კიდევ უფრო გავბრაზდით, შეცვალეს მე გააპრემიერეს და კიდევ უფრო ძლევამოსილი გვაჩვენეს, არ დავიშალეთ პირიქით უფრო გავბრაზდით. სუსის ადამიანები, ვინც მუდმივად რაღაცა მესიჯებს აგზავნიან, რომ იცი რა ცოტა ფრთხილად იყავი, რაღაცა იქ მამა შენი იქ მუშაობს, რაღაცა შენი ოჯახის წევრები, რაღაცა შვილი გყავს. მუდმივად არის ხოლმე ამაზე რაღაც პატარ-პატარა სპეკულაციები, რასაც ბუნებრივია არ შეუშინდით, ხო? არ შევშინდით არც მას შემდეგ, როცა რაღაცა თვეები გავიდა და აგერ 5 თვე ნახევარია უკვე გავრილოვის ღამიდან გასული და არ ნელდება პროტესტი. უბრალოდ რაღაცა დინამიკა აქვს. არის დღეები, როცა ბევრი ვართ, არის დღეები, როცა ცოტანი ვართ, მაგრამ პროტესტი დუხს. ფაქტია, რომ ამათ წუხდება ქართული ოცნება და გუშინ რა იკადრეს. ქართული ოცნების ოფისთან, რომელიც მდებარეობს ძალიან ისეთ კარგ ადგილას, ორი მხრიდან გზა გადის, საავტომობილო გზა არის. ვიღაცამ გასა ბრძანება, არ ვიცი, ბრძანებებს ერთი კაცი გასცემს როგორც წესი ამ ქვეყანაში, რომ შუაღამეს, როცა არც ერთი თანამშრომელი ბუნებრივია იქ აღარ არის, ისე რაც ხო არაფერს არ აკეთებენ, საერთოდ არ მუშაობენ, იმიტომ რომ არაფერი არ ეთყობა ამ ქვეყანას, უკან და უკან მიდის. გასა ბრძანება, რომ ოღონდ შენობის გარშემო არ იყვნენ ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ პოლიცია ჩვენ გვჭყვეტდა და ისინი მუდმივად მოდიოდნენ შეტევაზე, გვირწყავდნენ და გვაგინებდნენ მუდმივად. ოღონდ შენობის ირგვლივ არ იყვნენ და გზაზე გადაიყვანეთო, ანუ გზაზე გადაგვიყვანეს, გზის გადაკეტვა ამჯობინეს, იმას რომ ოფისთან ახლოს არ ყოფილიყავით, ანუ სიახლოვესაც კი ეშინიათ. ეს არის ბუნებრივია. კახი კალაძემ ხო გითხრა რომ მაინდა-მაინც აი პარტიის ოფისთანო რატო უნდა აპროტესტოსო? წადითო დიღმის ტყეპარკში კარგი ჰაერია, იქ აპროტესტეთო. ხო, პასუხი მარტივია, იმიტომ რომ იქ მივდივართ საპროტესტოდ, საიდანაც იგეგმება ეს მზაკრული გეგმა. რაც ბუნებრივია არ გამოვა, ბატონ ძალიან ლოგიკური კითხვაა დაგისვა თვალებს. რატო ხო შეიძლება რაღაცა იკითხო რა, რაღაცა ლოგიკა ქონდეს. მერია მესმის რომ ფეხბურთელი იყო და მე მეტყველებაც გამოასწორა და უფასებთ მას ამ შრომას, მაგრამ მეკითხები მე ადამიანს რომელიც გავარ ვიტანამ გინებას მარტო იმის გამო რომ პროპორციულ არჩევნებს ვითხოვ რომელიც მეკუთვნის რომელიც დამპირდნენ მეუბნები რომ რატომ მოდიხარ ჩემთან რაღა აქ მოდიხარო აბა სად უნდა მივიდე მცხეთაში ჩავიდე და იმათ პროვოკაციას წამოვეგო რომ დამარტყავენ მეც დავარტყავ არ დავარტყავ ბატონებო არ დავარტყავ რამდენჯერ დამარტყავენ მე დამარტყავენ წამაქცევენ ძვლებს დამიტეხავენ სხვები დადგებიან ჩემ ადგილას ოღონდ უფრო მეტი ადამიანი მოვა ბევრად მეტი ადამიანი იქნება აუცილებლად და ვერ მოერევიან უბრალოდ ამ ყველაფერს. არსებობს ესეთი სტატისტიკები, ოფიციალური სტატისტიკა ამაზე არ იდება, მაგრამ არსებობს რაღაც გამოცდილებები რა, როცა ხელისუფლებას აგონია ბოლო წლებშია მისული, უწევს ყველა ღონის რაღაცა გამოყენება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, როცა პოლიტიკოსები აღარ არიან ხელისუფლებაში და ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი და მას არ შეუძლია პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას და ან დათმოს, ან რაღაცა მისცეს მაინც საზოგადოებას საშუალება არჩევანი გააკეთოს. ფაქტია, რომ ამისკენ არ მიყავს ივანიშვილს პროცესები ასეთ შემთხვევაში იყენებენ უკვე ამ დაქირავებულ ადამიანებს, ვისაც ოდნა უფრო დიდი კუნთი აქვს ვიდრე მე, მაგრამ მე უფრო დიდი გაშინებენ, ანუ გეუბნებიან, რომ აი პოლიციით ამით მაქვს მე მასზე უფრო დიდი 12 დღიანი პატიმრობით ვერ შეგაშინეს, ხო? ანუ ვერ მარტო შენ არა, სხვებიც. სხვებიც ბუნებრივია, ყველა სახედ ვლაპარაკობ. ხო.
ნუ თქვენს რომ აი ხა რა გავაკეთოთ ეს ნუ 12 დღე ჩავსვავთ გამოვა ზოგს 10 დღე ზოგს 15 დღე ნუ მეტი ხა არ არის ხო გინებისთვის უკვე მეც ვეღარ გუჭერენ ხო მაგრამ არ ეშინიათ იქნება ამ ბიჭების შეეშინეთ ამ თავზე ხელაღებული ადამიანების ზუსტად ასეთი შთაბეჭდილებას ტოვებდნენ ისინი. არა და ეკა რას გეტყვიცი რომ ძალიან მარტივი ამბავია დაგვიჭერდნენ და დედა რომელსაც რაღაც ფეხის პრობლემა აქვს და არ გადის ხშირად სახლიდან ორჯერ სამჯერ შეიძლება თვეში ან წელიწადში 5ჯერ 6ჯერ გავიდეს მე რო დაკავებული ვიყავ ჩემს მოგიდათ დიდი აქციებზე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოდის აქციებზე მაგრამ გუშინაც ხდებოდა რომ დაინახეს იმ ძალიან მაგარმა გოგოებმა ვინც მუდმივად არიან ამ პროტესტში ჩართული იგრძნეს რა ის საფრთხე იყო რეალური საფრთხე იყო იმიტომ რომ ერთხელაც მე შეიძლება უბრალოდ ხელი შეუბრუნო მე იმათმა დანადამარტყან მე რაღაცა უარესი გავაკეთო და ეს იქნება ის რაც უნდა იბიძინა ივანიშვილს ჩვენმა გოგონებმა იგრძნეს რომ იქნება გოგოებს არ დაგვარტყანო რა ანუ ეს კაცური ელემენტი იქნება შემორჩენილი კონდეთ და წინ დადგნენ გადაუარეს ანუ ამ ადამიანებში ვიღაცა თუ ხედავს რომ რაღაცა ძველბიჭური კაცური ქუჩური ვაშკაცური რაღაცა ელემენტები არის არა ბატონებო მათში არაფერი კაცური ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ მე დავდივარ საზოგადოებრივ ტრანსპორტით, ერთი ინციდენტის არ მქონია რა არასოდეს. როცა მასობრივად მოდიან, აი ესე გამოდიან და იძახიან იგინებიან. არაფერს არ შეგეშინდეთ, ეს ადამიანები უბრალოდ არიან დროებით დაქირავებულები, ფიზიკურად არ ეყოფათ რესურსი, პოლიციის და სპეცრაზმის რესურსი როცა არ ეყოთ, ერთადერთი რესურსი რაც აქვს დარჩენილი ივანიშვილს, გამოიყვანეს უკვე ადამიანები, ვისაც გაცილების ნაკლები აქვს იმის რესურსი, რომ დიდხანს გაგრძელდეს მათ მიერ. კი ბატონო, ანუ თქვენს აქტივობებში არაფერი არ იცვლება და თქვენს გეგმებში. მოგვიწევს კიდევ უფრო ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვიყოთ და ოდნავ უფრო მტკივნეული, ფიზიკურად მტკივნეული დარტყმები ავიტანოთ თუ დაგჭირდება, მაგრამ თავს არავის არ დავაჩაგრინებთ. ამ ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება პროპორციული არჩევნები და ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება ევროპოლიქსისკენ მიმავალი, რუსეთისკენ აღარ გავატანთ ივანიშვილს არც ერთ შემთხვევაში. კი ბატონო, გიგა, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავი. გიგა მაქარაშვილი სამოქალაქო აქტივისტი 12 დღე მიესაჯა თავის დროზე გინებისთვის და უკვე გამოსულია, ისევ არეშინია, ისევ იმას აკეთებს, რასაც მანამდე აკეთებდა, ეხლა მინდა ელენეს და ნიკას დაუბრუნდა სტუდიაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოსვლისთვის. ელენე, ანუ ყველაფერი ცადეს, არაფერი არ გამოუვიდათ. ეს რკინის ბარიკადებიც ააგეს იქ რაღაცა ბერლინის კედლის კიჩი გააკეთეს, ისევ როგორც ყველაფერს კიჩს აკეთებენ და ძალიან ბევრი დაცინვა მიიღეს ამის გამო. და მე იფიქრეს და მოიფიქრეს ის რომ აი ხა შევქმნით სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციას გაბრაზებულ საზოგადოებას შევქმნით ხელოვნურად მაგრამ ამათ სახელები და გვარები აქვს ყოველს იდენტიფიცირება შეიძლება მაგრამ საკმაოდ სახიფათო პროცესია რეალურად აი რა აქედან ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენია აი აქტივობების გაგრძელება რაც უკვე დაგეგმილი გაქვთ და რასაც გეგმავდით ხო ხო ცხადია ეს ახალი ტაქტიკა რაც მოიფიქრეს ბევრი ფიქრის ძველი იყო პრინციპში მანამდე ქართული მარში ამ ეტაპზე კრიზისის ხო ანუ ეს რაღაცა ვითომ კონტრაქციები გამოუყენებია და სქემა არის ზუსტად იგივე რომ მოდიან ვიღაც მოძალადეები რაღაც სხვადასხვა თემის წინააღმდეგ და მე პოლიცია მოდის შენთან და გეუბნება შენ გაიქეცი და მოძალადეს ხელს არ აყრებს ჩვეულებრივი ამბავი ამას ვაკეთებ მაგრამ ამ ეტაპზე ახალი ტაქტიკა დაუბრუნდნენ ასე ვთქვათ ძველ დავიწყებულ ხო იმიტომ რომ ნახეს რომ არაფერი მართლა არაფერმა არ გაჭრა ჯერ გავიხსენებ რომ იყო სუსის აგენტების შემოგზავნა აქციაზე სადაც ასევე დაპირისპირება უნდათ მერე რაღაც სპეცრაზმი დაჭერები წყლის ჭავლი რკინა სხვადასხვა რაღაცა არ გაჭრა და ვერც მაშინაც სხვა შორის ივნისშიც ხო გამოიყვანეს ვასაძის და პირდაპირ პრორუსული ძალები ზუსტად მაშინ იყო პირველი დიდი კონტრაქციის მოწყობის მცდელობა და საბედიეროდ ის იმ აქციის იმ კონტრაქციის დაშლით დამთავრდა ეხლა ეს გადაწყვიტეს რა თქმა უნდა ამის ყურება არის შემზარავია ყურება როგორც იმისი ამ ადამიანებს რას უშვებიან ხო ანუ წარმოუდგენელია ხა ეს ხალხი რაღაც აი ესეთი ფორმის აგრესია რომელიც თან ხელოვნურია ნათამაშები ხა მერის თანამშრომელი რომ მეუნება რომ მე წავიდეს ნაციონალური მოძრაობა მე მინდა ვთქვა რომ ხალხი რომელსაც ეშინია ნაციონალური მოძრაობის ამის უფლება აქვს ნაციონალურ ამ შემთხვევაში პარტიას არ გულისხმობ ანუ წინა ხელის აქვს ამის უფლება ოღონდ ეხლა ჩვენ რას ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს რომ არც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა იყოს არც რომელიმე მხოლოდ სხვა პარტია ამიტომ შინაარს მოკლებული არის ეს აი უბრალოდ შინაარს მოკლებული არის ეს მოთხოვნა ერთის მხრივ და მეორე მხრივ ხა როგორ დავიჯერო რომ მერის თანამშრომელი რომელიც ამაში ფულს იღებს სპეციალურად ჩამოყვანილი ადამიანი კუნთმაგარი და ასე შემდეგ აღშფოთდა და გამოვარდა ხო არა რა თქმა უნდა ეს არის მართული და როდესაც ადამიანებს ესე ეპყრობი აი ესე ეპყრობი როგორც ნივთს რომელსაც დღეს ეტყვი რომ შენ ხა იქ 10 ჯერ შეიგინე იმიტომ რომ
აი ესე გვჭირდება ეხლა ან მე რაღაცა ისროლე კატასტროფა არის მე პოლიციას როგორ ეკცევიან პოლიცია ჩემ თვალწინ გუშინ პოლიციელებს ვეუბნებოდი რომ ფორმა მაინც გაიხადეთ სირცხლეთ კი და მართლა აი როცა ხედავენ რომ აი ერთ ახალგაზრდას იჭერენ რაღაც არაფრის ასე ხა თაკომ გადაიღო კაკაბაძემ არაჩვეულებრივი კადრები გუშინ ეს მომენტი როდესაც ისინი იკრებებიან პოლიცია დგას უყურებს თაკო ეუბნება რომ აი აქ არიან მოდიან თავდასხმისთვის მოდიან და პოლიცია უბრალოდ ზურგი ტრიალდება ანუ აკაც ორი აზრი არ არის დღეს ზუგდიდში საერთოდ არ მივიდა პოლიცია იტყუებოდა აი წარმოუდგენელია პოლიციაში ფორმაში ჩაცმულ ადამიანს უყურებ და ის იტყუება რომ მე არ ვიცოდი რომ ესენი აქ მოდიოდნენ ამ დროს გაფრთხილებულები იყვნენ მთელი დღის განმავლობაში და 10 წუთით ადრე ხო ანუ პოლიციაც გახადეს ძალადობის და კრიმინალის თანამონაწილე და რა თქმა უნდა აქ ცდილობენ სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციას რომელიც არ არსებობს უბრალოდ იმიტომ რომ მართულია ჯერთი ეს პროცესი, მაგრამ ორი რამე უნდა გვესმოდეს. და ამ ხრივ პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება მოქალაქეებს, ვინც პროტესტში ვართ, პოლიტიკოსებს და ასე. პირველი მათ უნდა ძალადობის გამოწვევა. ანუ უნდათ რომ ჩვენ შეუბრუნოთ ხელი, გამოვიდეთ წყობიდან და იყოს აი ეს რაღაცას სისხლი, იმიტომ რომ ბიძინას არ აინტერესებს ადამიანი, თავისი მომხრეების ბედი არ აინტერესებს, აი ეგეთ რაღაცებს აკეთებინებს, ხო? მით უმეტეს ოპოზიცია და საერთოდ არავინ არ აინტერესებს. ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში აი ამ ძალადობის ესკალაციაში არ უნდა ჩავერთოთ. რთულია, მაგრამ არ უნდა ჩავერთოთ. გუშინ ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქტივისტები როგორ იქცეოდნენ. იმიტომ რომ თავიდან აი ეს რაღაცა თავდასხმები და დადგნენ იმღერეს ჰიმნი, დაუკრეს ტაში, ცოტა იხუმრეს კიდევაც, გადადგეს მიშაო და საბოლოო ჯამში აი როგორც მოვიდნენ, ისე წავიდნენ ისინი. ოღონდ ფეხი არ მოგვიწვია ჩვენ იქიდან. პოლიცია რომელიც გვეუბნებოდა რომ გაიწიეთ, წადით ეხლა თქვენ წადით საფრთხეა და რაღაც საბოლოო ჯამში უთხრეს ყურში ჩაჩურჩურეს იმათ ეხლა თქვენ წადით ვერ დავშალეთ ესენიო და წავიდნენ. ამიტომ ძალადობაში არ უნდა ჩავერთოთ ეს ერთი და მეორე პროტესტს არ უნდა შეგვეშინდეს. ზუსტად იმიტომ იყო პრინციპული, რომ გუშინ ჩვენ იქ ბოლომდე მდგარიყავით და ისინი წასულიყო. იმიტომ კი არა, იმ ბიჭებს რას ვეჯიბრები ვინ არიან. ძალიან პრინციპული იყო 20 ივნისის ღამის შემდეგ აი ბოლომდე ყოფნა. ეს თავარი კონტრაქტი. ბოლომდე ყოფნა. არა, ეს არის გზავნილი ხელისუფლებას, რომ ამ მეთოდით ჩვენ პროტესტს ვერ ჩაახშობ. ვერ შეგვაშინებ. ჩვენს ჯალდობაში არ ჩავერთვებით და ეს რესურსიც ამოიწურება. ისევე როგორც ამოიწურა ყველა სხვა რესურსი. აქ ჩვენ უნდა გვესმოდეს სიმართლე, მორალური უპირატესობა არის საზოგადოების მხარეს. ჩვენ აქ არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის. ეს არ არის რომ აი მე მინდა რომ ევროპული საქართველო მოქანდეს ჩქარა ხელისუფლებაში. ამაზე არ არის ბრძოლა. იმიტომაც მოხდა ძალიან ფართო კონსენსუსი რომ აქ არის ლაპარაკი რომ დაგვიბრუნეთ დაპირებული არჩევნები. სადაც ყველას გვექნება შანსი. ვერავინ ვერ მოაჯდება თავზე. ვერავინ ვერც ერთი პარტია ვერ მოაჯდება. ამიტომ არ არსებობს არგუმენტი თან ახლა მათივე ტყუილზე ხო ანუ ზოგადად ხო პროპორციული ქვეყანა სჭირდება, მაგრამ ადამიანი დაპირდა და მოიტყვა, შეურაცხყოფა მიაყენა, ხო? საზოგადოებას. ამაზე სრული კონსენსუსია ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აუღელებლად პასუხისმგებლობის გზნობით, რა თქმა უნდა. არ არის საჭირო ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ რაღაცა თავდასხმები. ნუ მართული ადამიანები არიან ხელფასზე, რა თქმა უნდა, ცუდი საყურებელი არის ძალიან. ჩვენი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველაფერზე არის წამსვლელი, თავისივე პოლიციელები შეუძლია გათელოს ეს დღეს დავასრულებ, ცოტა გამიგრძელდა გომელაური მინდა ვთქვა რა. გამოდის გომელაური და რაღაცა ხუმრობებით ლაპარაკობს ცინიკურად, რომ ცხელისყალი შინაგან საქმეთა მინისტრი რო ხარ და შენ პოლიციელებს, რომელსაც მე უყურებდი, მართლა თვალცრემლიანი უყურებდი გუშინ რამდენიმე პოლიციელს, როდესაც ვხედავდი როგორი შეურაცხყოფილები იყვნენ ისინი. მთელი სისტემა, აი ყველა ის ადამიანი. გომელაური პირდაპირ დაუმონა პოლიციელები ბანდიტებს დაუმონა პარტიულ პოლიტიკურ აი პარტიულ ბიზნეს ინტერესს აი ესე პირდაპირ ჩვენ თვალწინ უთხრა რომ კრიმინალზე დახუჭე თვალი შეტრიალდი ზურგი შეაქცია ადამიანის რომელიც მეორეს თავს ესხმის და ის არის ხუმრობის ხასიათზე რა ეხუმრება უბრალოდ ლაფს ასხავს იმ უწყებას რომელსაც უნდა იცავდეს და რაღაცა მუნდირზე და რაღაცებზე რო ლაპარაკობენ ხოლმე. ამიტომ რა თქმა უნდა სამარცხინოდ გამოიყურება ხელისუფლება, ოღონდ ეს არის გახრწნაში და დასუსტების სტადიაში მყოფი ხელისუფლება და უნდა გავაგრძელოთ და გადავტეხოთ ბოლომდე. ნიკა, რაღაც საშიშ ტენდენციას თუ ხედავ, როგორ შეიძლება ამისი გაგრძელება იყოს? საშიშ ტენდენცია ხო, აი რაღაცა რა ეს რომელსაც ბოლო უკვე უჩანს. კიდევ უფრო მეტ აგრესიაზე გადმოვლეს ეგრეთ წოდებული ფილმი ბევრჯერ ითქვა უკვე ანახია ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს განსაკუთრებით ეხა შავარნაძის ხელისუფლების ბოლო ჟამს იყენებდნენ მსგავს მეთოდებს და რითი დასრულდა ეს ყველაფერი ხა არ დასრულდა კითხვა მაგ რატო ვერავინ ვერ სწავლობს არ დასრულდა შიში საყოვლილი ხელისუფლება არის ეხა თქვენ სანამ
წინ წავალთ საუბარში თქვენ ჩამოთვალეთ ქუთაისის ქართული ოცნების აქტივისტები ზუგდიდიდან მომწერეს და გვეწყინებაო თუ ჩვენი ადგილობრივი ოცნების ხელისუფალნი არ ეკრებიან ნახსენები, რომლებიც დღეს იყვნენ მისულები, მივარდინებები. აი რა ხალხი მივიდა დღეს ზუგდიდის. ჩვენ უბრალოდ არ ქონდა დრო მათი იდენტიფიცირების დღეს ხდებოდა. ამ წელს მომწერეს უბრალოდ და ვერც გექნებოდათ შესაბამისად. და ვინ ჩაასხვრია იქ მინები, ვინ ისოლა ასე თქვათ რა ქვია. ედემ კეკუტია, სოფელი ტყაიას გამგებელი. სოფელი შამგონას გამგებელი, დემნა ხუბუა. ქალბატონი მაია კეკელია, აიპის თანამშრომელი, ქალბატონი დალი ლატარია, აიპის თანამშრომელი, მაკა თოდუა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ეს უშუალოდ ვინც იყო. კახა შენგელია, აიპის თანამშრომელი, აიპის ჯონი ჯიქია, საკრებულოს მოქმედი წევრი ქართული ოცნებიდან, თეონა ქარდავა, ქართული ოცნების აქტიური წევრი, ჯონი ციმინტია, დასუფთავის სამსახურის თანამშრომელი, თამარ წულაია, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თეონა მაკაცარია, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ხუფუნია, აიპის თანამშრომელი, მაკა ძანძავა, ქართული ოცნების აქტიური წევრი, გია ურვა, ესეც ქართული ოცნების წევრები, ლაშა ხარებავა, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ლევან გოგოხია, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, დავით ჭაფაძე, საკრებულოს წევრი, განმუხური, მინდა რა უცოდნა სოსო შამათავა დასუფთავების სამსახური, ძმები გიორგი და მიშიკო ჯანაშიები, დასუფთავების სამსახური, გიორგი ხუფუნია, სოფელი დარჩელი, მერის სამსახური. აი ეს სიარ ძალიან გზელი ყოფილა. მოგწელია და მე კიდე იცი რამე და გავიხსენონ და ეს აუცილებლად უნდა გავიხსენონ, თქვენ გახსოვთ. ხობა კვარაცხელია, მოქმედი ქართული ოცნების დეპუტატი ედიშე თოლორაიას სიძეც ესეთი უნდა ყავდეს. მაგარი კაცი. ბეჟან შანავა და მისი შვილი ორივე აიპის თანამშრომლები. ჰამლეტ გულორდავა. აი 53 კაცია იდენტიფიცირებული სია გზელია და მეც რა მახსენდება და ყველას გვახსენდება სახალისოც იყო ეს ამბავი, როდესაც გახარიას გადადგომას ითხოვდა აქცია, მაშინ გავრცელდა ეს ვიდეოები, ხო, რომ საქართველოს ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ გახარია არ გადადგე. და გახსოვს ერთი ცნობილი ვიდეო, სადაც ნათქვამი იყო, რომ აი ესენი არიან ემიგრანტები და ითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგეს და მე აღმოჩნდა, რომ ეს ემიგრანტები არიან ბათუმის სასაფლაო მეურნეობის თანამშრომლები. ხო, მე ცნობილი ამბავია. მოკლედ, ამ ხალხს, იპებისა და აიპების ხალხს სხვადასხვა როლებს ათამაშებენ. ხან ემიგრანტები არიან, ხან გაბრაზებული მოქალაქეები არიან, ხან ის ადამიანები არიან, რომელსაც ხელისუფლება, ბოდიში, ეს ხალხია ხელისუფლებაში მოსული. ნებისმიერ როლს აკისრებენ იმ როლს, რაც ჭირდება. ნუ ხვალ მე ეს ხალხია ხელისუფლებაში მოსული, ეს ხალხია ხელისუფლებაში დღეს, უბრალოდ ყველა ხომ არ არის ცნობადი, ეგრეთ წოდება ყველას ხო არ ვიცნობ. ახლა ეს რაგვარია ეს, რა ქვია, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, მოქმედი, აი ეს ვისგანაც დაჩი ბერა ხო, ახლა გავიცანით. ხო, სხვათა შორის გავიცანით. კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც დაწერა რეგიონებს რომ პურირებს. თითო სამხარაძე, რომელმაც ისეთი უცენზურო პოსტი დაწერა გინების შემცველი და ჩვენ ოცნების მოქმედი დეპუტატია, პოლიტიკური საბჭოს მოქმედი წევრია. და ორგანიზატორია ყველა აი ამ დარბევებს. ორგანიზატორია შემსრულებელია სუსთან ერთად დაждდება, პროკურატურასთან დაждდება და გეგმავს უბრალოდ იმას აღარ შენ წაიღო 50 დროშა, შენ წაიღე ჩაკუჭი, აი ეს ადამიანია, დაცლით თავიდან ბოლომდე, მსგავსად ყველა თავისი კოლეგისა, ძირითადად ყველას არ ვაღებ შეურაცხყოფას ინტელექტისა. ხო, რა პროცესს დაგვაქვს? სხვა თამაში არა, სხვა სვლა არა ხელისუფლებას, აი რა უნდა გააკეთოს უბრალოდ ძალა, რომელსაც სჭირს იდეოლოგიური კოლაფსი. აღარ დარჩა სვლა უბრალოდ რიტორიკაც აღარ შემორჩა. რიტორიკა არა აქვს, ანუ რომ მოგიშვერე მიკროფონს ვეღარაფერს ველაპარაკობ. ის ვიტალი ხაზარაძე თავის დროზე, როდესაც შევარდნაძე უკვე მიდიოდა ხელისუფლებიდან, რატომ აიგდო საზოგადოება და რატო დაცინოდა ზოგს ეზიზღებოდა უკვე, ხო, იმიტომ რომ უბრალოდ შემორჩა და იქ რომ შემორჩა, მეც რო ყოფილიყავი, შენც რო ყოფილიყავი, იქ ჭკვიანოს ვეღარ იტყოდი ვერაფერს ვიტალი ხაზარაძის ადგილზე. და დღეს რიტორიკისგანაც დაიცავა და რა კომენტარს აკეთებს ქართული ოცნება, როგორ ამართლებს. ეს გამწარებული ხალხიაო, ანუ ბოდიშით რა გაუპატიურებული შობლების შვილები არიანო, ხახნო. იმასაც კი ვერ ხვდება ანდრე ოხანაშვილი რა ამ ხელა შეურაცხყოფას აყენებს, ამ თვითონ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩამოიყვანა ვითომ კონცერტზე, და გონია რომ ანდრე ოხანაშვილს ეხა უსმენს მოსახლეობის რაღაცა ნაწილი და შეერათ ანდრე ოხანაშვილის. ეხა
ელენე თქვა რას ვითხოვთ ხო რას ვითხოვს მთელი ოპოზიციური სპექტრი სამოქალაქო საზოგადოება ყველა საგადმოაზროვნე ადამიანი რა ოდნავ მაინც ღირსება შენარჩუნებული და თავისუფალი საკუთარ ქმედებებში ადამიანი დღეს ითხოვს თავისუფალ არჩევნებს პროპორციული არჩევნები გაუტანავდა თავისუფალ არჩევნებს მოთხოვნას ანუ პროპორციული არჩევნები რო ვამბობთ უდრის თავისუფალ არჩევნებს ხო მეც ხო არაფერს არ ვითხოვთ და ადამიანი ადგეში ახლა მივხვდა რომ ჯებირები რკინის კონსტრუქციები აღმართა დაზიანდა იმიტომ რომ თემა სოფლიოს პრესამ და მედიამ წაიღო ეს ფოტოები და დიდი ზიანი მიადგა ეხლა სპეცნაზით რამდენჯერ დაგშალეს ორჯერ თუ სამჯერ ხო ეს პოლიცია დაიწყო და ეხლა ცდილობენ იმიტაციას თითქოს აი ხალხი უპირისპირდება ხალხს გამიგეთ და ეხლა 21 საუკუნე 2019 წელია 1 საათში ვიცით ვინ იყო მისული რა თანამდებობის პირები ქუთაისშიც ვიცით ცხეთაშიც ვიცით ხო ხალხი კი ბატონო ადამიანი ორი ხელი ორი თავი ეს ორი თავი რატო ორი ხელი ორი ფეხი ერთი თავი ანუ ადამიანი ასე თუ შევხედოთ მაგრამ ეს ხალხი ხალხს დაუპირისპირდა რა ბიუროკრატი თანამდებობის პირი დაუპირისპირდა ხელისუფლება დაუპირისპირდა სამართლიან მოთხოვნას ხალხისა ეხლა ჩვენ მივდივართ დღეს რეალურად არ აყვნენ პროვოკაციას ზუგდიდის ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრები და ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად მათ მოუწიათ ამის მოთმენა რა არც ერთი პოლიციელი იქ არ იყო 42 წუთის განმავლობაში აქედანაც შანს რამდენად პათეტიკი არ მინდა რაღაც გადაჭაბებულ ნათქვამად გამომივიდეს ეხლა ახალს არაფერს არ ვამბობ მე ბევრჯერ მithქვას ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით არ უყვარს სამეგრელო მართლა არ უყვარს რატო არ ვიცი შევარდაძეს არ უყვარდა რატო არ ვიცი არ უყვარდა უბრალოდ არ გქონდა რაღაცა მიზეზი არ უყვარს რა ერთადერთი ადგილი სადაც და ერთადერთი რეგიონი და მხარე და ქალაქი სადაც პოლიციელი საერთოდ 42 წუთის განმავლობაში არ გამოიყვანა იყო ზუგდიდი დღეს და ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დიდი ხარდაჭერა ასე ვთქვათ ბაზა თუ შეიძლება ითქვას აქტივისტების ცუდი სიტყვა ოჯახის წევრების ხარდახარო ვიბრძვით მე პირადად ყველას რო ვიცნობ და გულშემატკივრებისა ამორჩევლებისა ყავს ზუგდიდში არ დაესიზრება ქართულ ოცნებას ის ხარდაჭერა რაოდენობა არსებობს მარტო ერთ პარტიას და ჯამურად გაცილებით ბევრი ვართ. ეხლა წარმოგიდგენია ჩვენ რომ იქ დადგებოდა არ ვიცი ქრისტეს ტირილი იქნებოდა დღეს და ვინ იქცევა პასუხისგებლობით დღეს ოპოზიცია თუ ხელისუფლება ზუგდიდში კუდით ვასრულებდით ქვებს მათ დღეს არ და რას გვეტყოდნენ რომ რატო დაარღვევთ ოდესაც მივარდები მივსხრებ შუშებს მესვრი კვერცხებს მიღებავ ასე თქვა საღებავით პოლიციელიც არა თავი არ დავიცვა მაგრამ დიახაც ბოლომდე იმიტომ რომ ჩვენ მორალურად ვანადგურებთ და ვეთანხმები მორალურად ვანადგურებთ ეს არის მორალურად განადგურებული ხელისუფალი რა უპირატესობაც აუცილებლად გადაეცემა პოლიტიკურ უპირატესობაში და ერთ შვენიერ დღეს როდის იქნება ეს ერთი დღე ერთ კვირაში ორ კვირაში სამ კვირაში ამას ეხლა მე პროგნოზს ვერ გავაკეთებ მაგრამ ძალიან ხელტკინულზე დადის ბიძინა ივანიშვილი არაფერს აღარ გამოვრიცხავ შესაძლებელია ნებისმიერ დღეს ისეთი შეცდომა დაუშვას ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ ეხლა მართლაც ვერ გაასვოს ამ ქვეყნიდან იმიტომ ეს ხო უბრალოდ არის მოთმინების ცდა არის ხალხის ხა კი ბატონო არ მიკვეს და ბიდაშა არ მიკვეს თუ შეიძლება ეკა რა გააკეთეს კორცხეში რა ნაკლები გააკეთეს კი ბატონო მაშინ როდესაც კორცხეში დაგვერიდნენ იმასაც ვაღიარებ ამ ხარისხის სოლიდარობა არ იყო ოპოზიციის მიმართ მათ შორის ნაციონალურ მოძრაობის მიმართ არ იყო რა ეხა აბსოლუტურად მოგვისიეს მოქმედი სპორტსმენები მუთმაგარი რა თქმა უნდა ეხა ყველა ნორმალურ ადამიანს დაგმო მაგრამ ნუ რაღაც ახალი იყო რა ჯერ ეს არ ქონდა გაკეთებული ოცნებას და ნუ შემოელახათო ალბათ ვიღაცამ ჩათვალა არ ვიცი მანამდე კი სახელთან ხვდებოდნენ ხო დეპუტატი ჭიაბერაშვილი ზურან უზაწიგაური გახსოვთ ხო საწყის წლებში ახალ ქალაქში და არავინ არ დაჯილა კოცხელის საქმეზე ხო არ გონეთ რომ ვინმე მოიხადა სასჯელი საკანში შევიდა საბატონო თუნდაც ერთი დღით ხო არა ვითარ შემთხვევაში სხვადასხვა ეს დიტო სამხარაძე რო ყავთ ეს ვიღაცა მაგის ორგანიზებულია როგორც შემსრულებელი ახალ ქალაქში რა გარდაგვიმტრი ეს სახის ზულების ჩვენს მეგობრებს ოფისში შეუვარდნენ შაშა ვინმე დაისაჯა და მახსოვს ღარიბაშვილის მორიგი ესეთი თავდასხმების დროს ერთი კომენტარი ქონდა რომ აღელვებულია ხალხი და ეხა ხო ვერ დაუშვითო თავის სიბრაზეს გაიყიდა ეს აღარ არის ხელისუფალ აღარ არსებობს ხელისუფლება და უბრალოდ უთხრა აი ამ ბოდიშე კაპიშონიან ხალხს მიშველეთო რა აი კაპიშონიან თრალ
რაღაცა 200 გრამ არაკ ჩამოსხმ და მე მიღებულ ალკოჰოლ ხავს, უთხრა რომ ბიჭირს, ცუდად ვარ, სიტყვა გავტეხე, რომელიც არ უნდა გამეტეხა შესაძლებელია, არ ველოდებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ეხლა თქვენ უნდა დამიცვათ. და ისინი ხო მექანიკურად გამოდიან ქუჩაში. წარმოდგენა არა აქვს საერთოდ რა ხდება, როგორ ხდება. ეხლა ლევან მამალაძეც იძახდა 2003 წელს, რომ რასაც იძახდა კი იცით, ხო? მაგრამ ნუ ძალიან ცოტა ხანში აღარ იყო ხო? ეს არის უკვე გუბსკულთან განა და გადავარდებიან. კი ბატონო, რა გითხრათ, მე კომენტირებას არ ჭირდება. ეს ხო ვილაპარაკეთ ცდელობაზე, რომ ჩამოგართვან დეპუტატის იმუნიტეტი რაში ჭირდებათ, ანუ რატო გახდა ეს მნიშვნელოვანი. მანამდე ელენე რა დარჩათ, იცი არსენალში, იმიტომ რომ აქამდე ხელისუფლებას ჰქონდა ეს გზავნილი, რომ ნაციონალური მოძრაობას უნდა ამ ქვეყნის არევა, ხო? მთელი ეს 7 წელი რევანში, რევოლუცია და ასე შემდეგ. ამ გზავნილზე დგას. ეს არის მტრის ხატი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა. და ამ მტრის ხატით იკვებება ისევ როგორც დიქტატორებს ჩვევიათ ზოგადად, მაგრამ ესეც რაღაცნაირი კიჩია ეს მტრის ხატი, იმიტომ რომ მტრის ხატს ხან ამერიკის გაქმნიან, ხან დაიწყოს გავიმეორებ რა ძალიან თუთა, იმიტომ რომ ზოგადად ერიდები ხოლმე ამ სიტყვის გამეორებას ასასიავნო, მაგრამ რა თქვა, პოლიტიკური ლიდერი არის, ოცნა ხელისუფლება რა თქვა, რომ ვინ აპროტესტებენ რა ეს 200-300 ადამიანი თავი რომ მოუყარეს აი რამხელაში ხავდო, რამხელას შეურაცხყოფა მოგაყენეთ, აი თქვენ ახალგაზრდა ბიჭებო რა, რომლებიც ზოგი ხორინდან ჩამოგიყვანათ, ზოგი თერჯოლიდან ჩამოგიყვანათ, ზოგი არ ვიცი ქუთაისიდან ჩამოგიყვანათ, ბათუმიდან ჩამოგიყვანათ, დაგაყენათ ცენტრალური ოფისი და ქართული ოცნების გუშინ, დღეს ზუგდიდში და მცხეთაში და გამოვიდა თქვენი ლიდერი და თქვა რომ ის რაც თქვა რომ თითქოს თქვენი შობლების ასე თქვა რაღაცა შურს იძიებთ თქვენი შობლების გამო, ვინაიდან ისინი იყვნენ გაუპატიურებულები. ნორმალურია, გეკითხებით მართლა ეს ნორმალურია. ყველაფერს თავი დავანებო. ნორმალურია. აი ეს ხელის აი ამ დონეზე ვარ, სკერზე ვარ. იმის მიღმა აღარაფერი აღარ არის. მე მგონი გახრით ეს სკერიც და იქ ვეღარ ჩახვალ უბრალოდ და მე არ ვიცი მე ეხა ელენესაც ვეცეთ. ხო. არა ვითხოვე და ვალი მექნება. თანამშრომლობის რეჟიმში. მოკლედ, ხო ამაზე იყო აგებული, ანუ ეს ყვებავდა ქართულ ოცნებას, მაგრამ მას შემდეგ რაც უარი თქვა პროპორციულ არჩევნებზე ივანიშვილმა, თავად ის გახდა დესტაბილიზაციის წყარო. მთელი მორალური უპირატესობა გადავიდა ოპოზიციის მხარეს, ხო, რომელზეც ისევ ნაციონალურ მოძრაობად არის მონათლული ყველა, მაგრამ ოპოზიციაა, ხო, ყველამ კარგად იცის სხვადასხვანაირი. ეხლა ცდილობს, რომ რაღაცაერ დესტრუქციულ ძალად გამოგაცხადოთ, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევს ოპოზიცია და იმ დიალოგში ჩართვაც იყო სწორი ნაბიჯი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს არგუმენტი სწორედ არ მიგეცათ მათთვის. აი რა, ეხლა ეს არ გამოუვიდა დიალოგზე მიხვედით, თქვით რომ აი დავჭდებით, მაგრამ თუ არ შედეგს თუ ვერ მივიღებთ, ისევ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს. ესეც ამის შემდეგ მოგისიეს ეს ხალხი. ეხლა რა დარჩა არსენალში? თუ ეს არის ბოლო იარაღი, რომელიც მას აქვს. აი რა იქნება მომდევნო ნაბიჯი? ხო, ნუ პირველ რიგში რაც ისინი ეს ვეთანხმები ნიკას იდეოლოგიური რიტორიკაც ამოწურული აქვს, იმიტომ რომ ერთ-ერთი რაზეც იყვნენ რომ ნაციონალური მოძრაობა და დესტრუქცია, ეს არ არის ნაციონალური მოძრაობა, ეს ძალიან უჭირთ, რომ ისეთი ადამიანები არიან შეკრებილები, ვინც მართლა, არ ვიცი, ლამის სისხლის ფასად ებრძოდნენ ნაციონალურ მოძრაობას. არ ვიცი, ხელისაშვილს როგორ უნდა დააბრალო ნაციონალური მოძრაობა. იმ ოთახში, სადაც ეს ოპოზიცია იკრიბება, ბევრად მეტი არის, ვინც ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას, ვიდრე პირიქით. ხო, ამიტომ ძალიან რთულია ამის მიკერებაც. ოცნებაში. ხო, მე ოცნებაში მე მგონი მეტი არის ახლა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მსახური ვიდრე აქ, მაგრამ ნუ მოკლედ ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ ამ სამოქალაქო აქტივისტებს ამ ვინც მასში ოპოზიციაში შეეძახა ნაციონალური მოძრაობა და დესტრუქციით თვითონ ღიად არიან დაკავებული. დღეს რა კომენტარებიც მოვისმინეთ ქართული ოცნების აი ამ წარმომადგენლებისგან, დინარაძე იქნებოდა კალაძე თუ რაღაც თალაკვაძე. ღიად თქვეს, ხო, აბაო იქო ეს ბიჭებიო მუშაობენო იმ ოფისშიო ქართული ოცნებისო და აბა რა უნდათ რომ წასულიყვნენ. ანუ ღიად ამართლებდნენ, ხო, დიახაცო იგინებოდენო, ხო, დუხსო სისხლი, ანუ ღიად ამბობენ რომ ხო ჩვენ დესტრუქციით ვარ დაკავებულები. ამიტომ რა თქმა უნდა აბსოლუტურად აბლანდულები არიან ტაქტიკაში, მაგრამ მე ესე არ დავაყენებდი საკითხს რა აქ არსენალში ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვიფიქროთ, ჩვენ რა გვაქვს არსენალში. ჩვენ უნდა განსაზღვროთ დღის წესრიგი. იმითი რომ ჩვენ პროპორციული ჩაგდების შემდეგ
ძალიან წვავე, მტკიცე, კონსოლიდირებული პროტესტი დაიწყეს. ჩვენ ჩავაგდეთ ხელისუფლება იმ ვითარებაში, როდესაც მათ უწევთ რეაგირება და ყოველი მათი რეაგირება არის თვითონ იღბის ჩამოხევა მათი სახიდან. როგორც იქნება ოპოზიცია გახდა პროაქტიული. არა მარტო ოპოზიცია, პროტესტი, რომელიც ძალიან ჭრელი და ფართოა, გახდა კი პროაქტიული და ჩვენ განსაზღვრავთ დღის წესრიგს და აი როდესაც იმას პასუხობენ, მაგითო რომ ხან შეშაზე არ ბერინებენ პოლიციას და უბრალოდ სახეს კარგავს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ხან რკინის იმას კედელს ააგებენ რომელსაც ქალბატონი უბრალოდ წიხლით უღებს და უნგრევს მთლიანად ამ კედელს და ხან რას და ხან იძახიან რომ აი ხა დღეს რას უყურეთ ხო ახალგაზრდულის რაღაცაა რომ ისი ოცნებისო აი პირდაპირ იძახის რომ არაო თვითონ თავის ფულით ჩამოვიდა და ერთ წამში მეორე იძახის რომ ფული გადამიღ ანუ ამ რეაგირების რეჟიმში იმედენ ტყუილს და შეცდომას უშვებენ რომ კეისობა ასტრაფებს და ასტრაფებს მათ წასვლას ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ აი ესეთ ამოცანებზე სად გრძელდება პროტესტი როდის გრძელდება პროტესტი რა ფორმით საერთაშორისო პროტესტი პირველ რიგში პიკეტირება და ის პოლიტიკური ჯოჯოხეთი რომელიც მოწყობილია ცალკეულ ხან კობახიძეს ხან გახარიას ხან წულუკიანს ეს უნდა გავაგრძელოთ იმიტომ რომ მათ ყველამ უნდა იგრძნონ პირადი პასუხისგებლობა და დისკომფორტი რომლითაც მიყვებიან პოლიტიკურ საფლავში ბიძინა ივანიშვილს ეს იქნება მუდმივად და ამან თან რასახე ეს კი არ არის სადმე ცენტრალურ ოფისში კი არის გეგმება სოკოებივით გაჩნდნენ ახალგაზრდები, არა ახალგაზრდები, სხვადასხვა ჯგუფები. იმიტომ თავისი პროტესტი, ბუნებრივი პროტესტი აქვს და არავის არ დაუგეგმოს, სადღაც გურიაში წილოსანი რო ჩავიდა, ხო, სიტყვაზე. მიიღო ისეთი პასუხები, ისეთი პროტესტი მიიღო. ამას ვერ დაგეგმო, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს, ბუნებრივია. ამიტომ ეს ხაზი გაგრძელდება, უნდა იყოს პერიოდული, ფართომასშტაბიანი აქციებიც, ეხა ქუთაისში იქნება, აქცია მერე 9-ში იქნება. სესიებზე ზეწოლა და ვერ გაწვდებიან ამ სამოქალაქო ბუნებრივ ლეგიტიმურ სწორ პროტესტს ვერც ერთი ხელისუფლება უნდა ვაშვებინოთ მუდმივად შეცდომები. საერთაშორისო მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვნად სამუშაო ასე იმიტომ რომ თქვენ როგორ მიუხედავად იმისა რომ ბევრი საკითხი არის პრობლემური ეხა თქვა და ამერიკაშიც არ არის მარტივი ვითარება და თქვა ყურადღების დეფიციტი რაღაც მხრივ შეიძლება იყოს ევროპაშიც ბევრი პრობლემაა სულ უფრო მეტი და მეტი იწერება იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილი არის დემოკრატიის საფრთხე და არის ოლიგარქი არის და ამიტომ ეს ასახსნელია სამუშაო არის გარეთაც შიგნით მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ ერთ-ერთი მინდა რომ მინიმალური შეცდომები დაუშვათ ჩვენ და იგივე ხა რა თქმა უნდა როდესაც უყურებ რომ აქტივისტს მუცელში 17 წლის გოგოს წიხლებს ურტყავს ვიღაცა მართლა მოგზავნილი ადამიანი რთულია რომ აი ჯერ ერთი ძალიან ბრაზდები ამაზე რომ ესე ხდება მინიმალური ადამიანი უნდა დაზიანდეს მაქსიმალური პასუხისგებლობა გვინდა რომ ჩვენ შეცდომები არ დავუშვათ ამ ძალადობაში არ ჩავერთოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული რომ ამის ერთადერთი დაბოლოება არის ამათ წასვლა ოღონდ მე არ მინდა ეს წასვლა იყოს ქვეყნის რყევის ხარჯზე მე ნიკა იმასაც გეტყვი ისიც არ მინდა რომ ვინც ეხა წავა გასაქცევი იყოს ქვეყნიდან არ მინდა თუ კი არა რომ მიყვარს ან მომწონს იმიტომ რომ არ მინდა ეგეთ ქვეყანაში ვიყოს რაც მუდმივი ხელისუფლების ცვლილება იწვევს ოღონდ მართლა მაგამდე მიყავს სიტუაცია ამიტომ აბსოლუტურად გარდაუვალია მათი წასვლა უბრალოდ ეს უნდა მოხდეს უკეთესის მოსვლით უნდა მოხდეს სამართლიანი არჩევნები და მინიმალური რყევით და ბოლო კითხვა ამ ბლოკში რაც შეეხება იმუნიტეტს ხო ახლა 7 წლის წინანდელი საქმე გააცოცხლეს იმის გამო რომ იმუნიტეტი მოგიხსნან ჯერ კითხვა რომ ამ სპექტაკლის დადგმა რატო იყო საჭირო როცა პარლამენტში თითქმის პროცესები პარლამენტიდან გადმოსულია ქუჩაში ხა ბექაოდიშარიას ისევ დახვდები ხო არ არის პარლამენტის მანდატი აუცილებელი რომ ოდიშარიას ან სიტყვაზე ვამბობ სხვა დეპუტატს შეხვდე მაგრამ თვითონ ხელახალ დისკომფორტ შეიქმნა შეიძლება ხელახალი პლუსები დაგიწერო როგორც თავის დროზე ხო იმ ცნობილმა სცენამ პარლამენტში ანუ ეს რაში ჭირდებოდა ამისი ლოგიკური ახსნა თუ არის რომ რაღაცა ნახევარი წლით ანუ ნახევარი წელი დარჩა ხო ახალ პარლამენტის საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა ვეძებოთ ლოგიკა აი ეხლა ზის სახში სასახლეში თუ ბიზნესებში რაც ქვია ბიზნეს ივანიშვილი უყურებს ტელევიზორს არ გეგმოთ რომ არ გიყურებთ ან უყურებს და უყურებს და ნუ რაღაც ინიშნავს იმის და მიხედვით მე რაღაცები ხდება ამ ქვეყანაში მე მეტი აბა სტატუსი უნდა მოგიხსნა და არა იმუნიტეტი ხო ხო არა უფლებამოსილება უნდა შემიჩერო ეხლა დეპუტატის დაკავება არის რთული ნუ აღმოჩნდა რომ რთულია აგერ ემპირიულად ვერ დამაკავეს ხო უნდოდა და უბრალოდ მოგიხსნეს ხო იმუნიტეტი ეჯერათ მომიხსნეს მაგრამ ვერ გამნეიტრალეს ისე როგორც ალბათ ხონდა ვიმე დეპუტატებმა დაგაკავეს ხო დეპუტატებმა რომ ვიცოცხლე დაკავებულია თავის პროგრამები რა თქმა უნდა გარდა 5-6 ქართული ოცნების
დღესაც რამდენიმე მოქმედი დეპუტატია, რომელმაც არ მიაჭირა ღილაკს ხელი. მე ბექაოდიჩარიას ეხა რას ვეჭირ, ვიცი ეხა ეს არ არის პოლიტიკოსი არ არის ადამიანი. უბრალოდ იქ არის, იმიტომ რომ ფული იშოვოს გარეთ, რაღაცა ააშენოს და რაღაცა ცოტა იქით აქეთ მოცისხმოს და პოლიტიკოსი გინახავთ რა პოლიტიკური განცხადება არა. ეხა ვერამე ვერ დამაჯერებს, ეხა ჩემი ბავშვობის მეგობრებს ასოს არ ყოფილი, ბავშვობიდან ძალიან ახლოს ვიცნობ. ახლოს ვიცნობ. შეუძლებელია რომან კაკულია მიხედროდა რომ თითი არ უნდა მიეჭირა მელიას დაკავების მტკიცებულება ვერ მოისმინა და ვერ დაინახა შეუძლებელია რომ ჯაში და რამდენიმე ზაზა ეს რო არის PSP-ის დირექტორი რომ იმანაც არ მიცა ხმა ჩემ დაჭერა და 7 თუ 8 დებოდა და ბეკა ოდიშარიას დომოდა ჩემი დაჭერა შეუძლებელია სული პასუხისგებლობით გეუბნებით იმიტომ რომ ვიცნობ რა სადაც ეს ადამიანები ადგენდა და გაბედეს და თქვეს რომ არ დავიჭერთ, შენ რატომ მიჭერ, ხო? იმიტომ რომ უღირს რა ის რაღაცა 5, 6, 8, 12000 დოლარი, რა ვიცი მე თვეში აქვს თუ 2 კვირაში აქვს, შემოსავალი რომ დარჩეს. ეხლა აი ამიტომ მიაჭერა, ამიტომ აიღო ღირსებაზე ხელი და უპრინციპო ადამიანების თავყრილობა და საერთოდ მართა არც იდეები, არც შეხედულებები, ეს არის ხო იდეებისა და შეხედულებების ერთობლიობა, ხო იდეოლოგია, არაფერი არ არის ხო ნუ მეტი ხო პარტიას ხედვა ხომ უნდა კონდეს რაღაცა ხო რომ პარლამენტში რომ მოდიან, არაფერს არ ვლაპარაკობენ. ეს ნაციონალურ მოძრაობაზე აღარ მუშაობს. მიხვდა ხალხი, ყველა მიხვდა ხალხი რომ რასთან გვაქვს და ვისთან გვაქვს საქმე. და რაც უფრო მეც გეტყვით და აქ შეიძლება რამდენიმე ჩემ ოპოზიციონერ კოლეგას დავითახო, რაც უფრო ხშირად ახსენებენ ნაციონალურ მოძრაობას, ყობახიძე, ოხანაშვილი, ივანიშვილი, ეზრდება ამ პარტიას რეიტინგი და ვაღიარებ. მართლაც, იმიტომ რომ იმდენად მიუღებელნი არიან საზოგადოებისთვის, რომ ისე საზოგადოების თვალში თუ ჩასრო, იცით რა, ეს ყველაფერი, ეს პროტესტი, ეს აქციები თუ მართლა ნაციონალური მოძრაობის მოწყობილია, მაშინ ეს ამ ხალხს უნდა დაუჭირო ხარი. გუში ვაღიარებ, სახში ვიყავი მთელი დღე. იქ ველოდებოდი დაკავებას. სპეცის განგებ არ წავედი სასამართლოში, ვიფიქრე რომ აქ მოვიდნენ და აქედან წამიყვანო ბოლო-ბოლო, ხო? და ისე მოხდა შევჩე მეგობრები მოვიდნენ მთელი დღე, ტელეფონი პრაქტიკულად არ აქვს, იქ იყო პარტიული ჩვენი ბევრი მეგობარი. და ტელევიზორს პარალელურად ვუყურებდი, სულ რაღაცა ხდებოდა და ერთმანეთს ვკითხეთ რომ ბიჭო, შენ ამ სამსახურის უფროსი ხარ პარტიის, დათო ხარ კირკიტაძე, შენ გიორგი ხარ ბოტკოველი ამ სამსახურის უფროსი, მე ესა ვარ, ისე ვარ. პარტიაში ვინმე რამე თუ უნდა გააკეთოს ამ მითითება მიცეს აქ ვარ და არავის არ მიგვიცია ეს ხალხი ვინ არის ხო იქ აქცია თავისით ანუ ახალგაზრდები გამოდიან და აპროტესტებენ იმიტომ რომ იმდენად დიდი შეურაცხყოფა სულში მიაყენა ამ კაცს რომ ამას აღარავინ აღარ გადაყლაპას მორჩა გათავდა ამას უნდა შეეგუო ივანიშვილო უნდა შეეგუო რომ დამარცხდებ გაგიფორმდება უბრალოდ მარცხით რომ დამარცხებული ხარ აბარა ხარ და ეხა შენი და თქვენი არ ვიცი იქ დეპუტატები ვინც შემოგრჩათ ხო ეხა შემიჩერებენ უფლებამოსილებას არ შემიჩერებენ მართალი ხართ ეხა ამით რა არაფერი ვეცდები შევიდე იმ დღეს ვეცდები პიკეტირება გვექნება ალბათ კვლავ არ გვექნება არ შევალ და იქ ვუთხრა დარბაშივე რას ფიქრობ აი მარტო სიტყვის უფლება ხომ ექნება ხო ჯერ ხო დეპუტატი ვარ მინდა თვალებში ჩახვიდე და კიდევ ერთხელ ვუთხრა ბექაუდიჩარეს რას ფიქრობ მე შენზე და ვუთხრა არ ვიცი სხვებს კიდე ყობახიძეს და ასე შემდეგ ფასი არ გადაუხდიათ ეკა 20 ივნისი შემდეგ პოლიტიკური ფასი დღემდე ქართულ ოცნებას არ გადაუხდია და რო გვეგონა რომ გადაიხადა და ეს პროპორციული არჩევნები დათმო ეს გვეგონა ფასი და უკან წაიღო და მეტიც ფასი არ გადაიხადა კი არა დააწინაურა აღზევდა გახარია პრემიერ-მინისტრად და რატო უკვირს რომ ხალხი გაგიჟებულია კაცო ის რო უკვირს რომ ყოფილი ქართული ოცნების დეპუტატები აქტიური მხარდაჭერები როგორ არიან ეხლა ერთად სხვა პარტიებთან შავა ნათელაშვილის პარტიულ ოფისში კითხვას რატო არ სვამენ რა აიძულა ეს ყველა ადამიანი დავსტარიყვნენ ერთი მაგიდის გარშემო ბიძინა ივანიშვილი ხავდა ერთი პოლიტიკოსი გაფიცებთ ერთი პოლიტიკოსი დამისახელეთ ქართული ოცნების რიგებში პარლამენტში ერთი დაჩი ბერაია და არ ვიცი ვიღაცები ყავთ სპიკერებად რა ყველანო მეტანაკლებად მოლაპარაკე ადამიანი ან რაღაცა შენ და თქვენ რო არ ეშლებოდა ერთმანეთში და ზრდა ხო რო არ ეშლებოდა ერთმანეთში აღარ არის თქვენ პარტიაში
კარგი, მოკლედ მე მგონი ამ პარტია რაზე უნდა იდეს, ეგ ამაგები. ესე იგი ჩვენ კი აქ ვლაპარაკობთ და ამბობთ, რომ არაფერი არ შეიცვლებაო, მაგრამ იმედმა, ანუ ჩვენს გეგმებშიო, ანუ ეს ამ ყველაფერით ვერ დაგვაშიდებთ და ისევ გავაგრძელებთ იმავე გზით სიარულს, ხო? მაგრამ მე მგონი მაინც უნდა შეცვალოთ, იმიტომ რომ იმედმა ინტერაქტივით ჩაატარა თავისი უკვე სახელგათქმული ინტერაქტივი, დღეს გადის გადაცემა არენა, სადაც ესეთი კითხვა უნდა გაგრძელდეს თუ არა ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციები და აქ არას ამბობს 92% ამბობს. ასე რომ მე მგონი უკვე სხვა გამოსავალი არაგაკ უნდა ღამის 8 საათზე მოქმედ დასუფთავების სამსახურის, ეხლა ის რომ მართლა დასუფთავების სამსახურის უფროსი იყოს და თანამშრომელი ან მეზოვე, ხო? ის ხო ამას არასოდეს არ ჩაიდეს, გაფორმებულია იქ უბრალოდ, თორე ხა მეზოვე დაღლილი თელი დრო ისე კაი ტრადიცია და ესე დაუტოვეთ და საკუთრებით დასუფთავებით. გამვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადასულიყავით, ეს არის მთელი უბედურება და ახერხებენ გუშინაც ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან ის ახალგაზრდები იყვნენ მოსული და ამოიცნეს ბევრი, რომლებიც იყო წინა ხელისუფლების ესეთი აქტიური წევრები. მაინდამეც კარგად არ ახასიათებდა ბობოხიძეს ეს ერწეუდებოდა რომ ჩემი აგენტი იყავიო და ეხლა ამათ არა, მე ვიცი რატომაც ეუბნებოდა აკაკი, იმიტომ რომ ამ ადამიანების უკან დგას სუსი და დგას და არსებობს გარანტია რომ მათ არ დაიჭერენ. ესენი რომ გამოდიან და რომ მოყავთ და ჩამოყავთ ხონიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა ქალაქებში ოპოზიციას აქციებს უწყობენ, მათ იციან რომ მათ უკან, მათ გვერდით სუსი დგას, პროკურორი დგას, თანამშრომლობენ, გამიგეთ? მათ აღებებული ადამიანები კი არა, საერთოდ არ აინტერესებს ქართული ოცნება. უხანაშვილი რო ანახონ, შეიძლება შემზე მეტად კაცრი პერსონალური შეფასება მისცეს, რა ვიცი, არაერთმა, მაგრამ ნუ უღირთ რა, ნამდვილად იყოფნა და კაკო ბობოხიძემ ეს უთხრა, ვიცი, ნუ ვინ ხარო, ფაქტია, ეხა ჩვენ ანგელოზები წინა ხელისუფლებაში ყველა რო არ იყო რა არ ვიცით? უბედურება ის არის რომ დიდი ნაწილი ეს ქართულ ოცნებაშია და ენზელკოიანი, კოლექტიური ენზელკოიანი ყავს ხა ისე ხელისუფლებაში, მაგრამ საქმე გაკეთებული 0. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ იმედის ინტერაქტივი გვეუბნება, რომ აქციები არ უნდა გაგრძელდესო, 9-ში აქცია იქნება. რა თქმა უნდა, აქციები იქნება, ჯერ ქუთაისშიც იქნება აქციები მუდმივად იქნება, პიკეტირებები იქნება. იმედმა გამახსენა აჭარის ტელევიზიაში რაც ხდება. სხვა შორის ესე ძალიან ყურადღებიანი და იქ ჟურნალისტები იბრძვიან დღეს უკვე ღიად დადეს ვიდეოები. ესე ძალიან ყველა უამრავი კერა არის ბრძოლის სხვადასხვა და კიდევ ერთხელ მინდა სრული მხარდაჭერა აჭარის ტელევიზიის არაჩვეულებრივ და არაჩვეულებრივად პროფესიულ გუნდს. მართლა ყველგან უნდა გვეყოს სხვადასხვა ფორმით აი მხარდაჭერის რაღაც ფორმები ამ ყველა კერაზე დაწნილი და ვასრულებ გავდივარ. ივანიშის მართლა ჯერა, იმიტომ რომ ის ვიღაცას უსმენს გომელაორს, უსმენს ჯერა, რომ ანუ ავთენტური ჩანს ეს აქციები. გონია მათ მიერ მოწყობილი, გონია რომ იყიდება როგორც აი გულახდილად აღშფოთებული ხალხის პროტესტობის ჯერა ამის და იმიტომ აკეთებიოს ამ სისულელს, მაგრამ და ამით უნდა გაამხნევოს ქართული ოცნების დეპუტატები, ანუ ბექა უდიშარიები უნდა გაამხნევოს ამით და სინამდვილეში ეს ადამიანებიც ეხა ადამიანები არიან და ეხა არ სიამოვნებთ ასეთი მორალური წეხი და მორალურად კი არ ძლიერდებიან, პირიქით სუსტდებიან, მაგრამ ივანიშვილს გონია რომ ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ თავი ვიხსნა მარცხისგან და მე მართლა ვერ დავდებდი გარანტიას, გეფიცებდი, არ ვიცი, ისე თამაში პოლიტიკური დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა, უკვე სერიოზულად ეჭვი მეპარება, რომ ეს ადამიანი მიაღწევს არჩევნებამდე. სალაპარაკო აღარ აქვს არაფერი, ხახნო. ახლა ცალკე იქ აღარ მინდა, იმიტომ რომ სუბიექტური ვარ და ხმას არ ვიღებ და სამედიცინო სფეროში რაც ხდება, ახლა ჯანდაცვის ერთადერთი სისტემა იყო. ისე რა საინტერესოა, რომ ხო, სამწუხაროდ გვინდოდა უბრალოდ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია ამ თემის გაშუქება, ისეთი პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში, რომ რაღაც ვერ მივაღწიოთ ამ სფერომდე, მაგრამ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ და იმედია დღეს გადაცემაში ერთ ბლოკს მაინც ამ თემას მიუძღვით. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება მეორე ბლოკში დათო ბერძენიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ალი კოელისაშვილი და დავით სიხარულიძე ანალიტიკოსთან ერთად შევაფასებთ დასავლეთის რეაქციებს.